სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr, გახმოვანებულია aჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. რასაკეთებ? მე ხომ თევზს დავობ. მაპატიე, მთელი თევზი დაგეფრთხე? სასაცილოა. მარტო იდიოტი იფიქრებს, რომ ეს სასაცილოა. ნუ თუ, მე რა შუაში ვარ. თავად დაფიქრდი. ეს ცუდია. შენ ჩემი სკუტერი გააფუჭე. მე რა შუაში ვარ? გაგიმართლა რომ ჩემი ანკასი გადარჩა. ის ძალიან ძვირია შენი ბალახის საკრაჭისგან განსხვავებით, რომლითაც დადიხარ. თუ დადიოდი. შენ რა იდიოტი ხარ? ამისთვის გადამიხდი. ნეით, შენ სკუტერს არ შევხები ვარ. ჩემი კაუჭი. აქ არის. ბედნიერად ნეით. ამას მწარედინანებ. ის არ არის, მე წავედი. მაიცადე, მავა. და როდესაც მავა თავაზიანად მოიქეცი. თავაზიანად? მე ყოველთვის თავაზიანი ვარ. უმეტესად. შარლოტა, მახვედი? უკვე წასვლას ვაპირებდით. მაპატიეთ. დელფინი გამომეკიდა. დელფინი? დელფინები ადამიანებს არ დასდევენ. ეს კი გამომეკიდა. ეს საშინელება იყო. ძალიან ბასრი კბილები ჰქონდა და აკრიჭინებდა. შარლოტა, დელფინები ქალთევზებს არ ესხმიან თავს. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ის უბრალოდ გიღიმოდა. არაკბენას აპირებდა. სულელი არ ვარ. შარლოტა, ახალი ხარ და გვინდა დაგეხმაროთ. თუ რაიმეს კითხვა გინდა, შეგიძლია გკითხო. გაქვს შეკითხვები? შეკითხვები? არა. ყველაფერი კარგადაა. ყველაფერს ვაკონტროლებ. შეგვიძლია რამოდენიმე გაკვეთილი ჩაგიტაროთ. კიდევ ბევრი უნდა ისწავლო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მე მაქვს ამივე ძალა. შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც თქვენ. შარლოტასთვის ბევრი რამ სიახლეა. თქვენ მთელი წელი დაგჭირდათ. იქნებ არ დააძალოთ. მე წავედი, ბედნიერად. შარლოტა, გთხოვ. მათ შენთვის კარგი უნდათ. შანსი მიეცი. ვაძლევ, მაგრამ მხოლოდ შენი შნებს მაძლევენ. მათ დახმარება უნდათ. მათი დახმარება არ მჭირდება. მომწონს რომ ქალთევზა ვარ და დელფინების არ მეშინია. შეიძლება სულ ცოტათი. არ უთხრა მათ. არ ვეტყვი. რა მნიშვნელობა აქვს უკვე? მისმინე, ვეციას რთულია. ბევრ რამეს უნდა მიაჩვიო. მზად ვარ რომ დაგეხმარო. მართლა? და როგორ?
რონის უნდა შეხვდე. ის სამყაროში საუკეთესო დელფინია. ის სადღაც აქ არის. მოგეწონება გარანტიას გაძლევ. არ მიგბენს? დამშვიდდი. ეს ნერვების ბრალია. საშიში არაფერია. იქნებ ისეთი ვინმე ვიპოვოთ, ვინც მას გაგაცნობს. ვინ? მაგალითად კლეო. ის აქ მუშაობს და რონის კარგად იცნობს. თანაც მალე მისი მორიგეობა დაიწყება. წავალ, მოვწებნე. მოიცა ლუის. შარლოტა, მალე დავბრუნდები. რონი. კარგი ბიჭი. მე შენი არ მეშენია. უბრალოდ დიდი თევზი ხარ. კლეო, ლუის, აქ რას აკეთებ? მოვედი რომ შარლოტას დელფინების მიმართ შიშის დაძლევაში დავეხმარო, მაგრამ უფრო იგონებს. ეს ნამდვილად ასია. და რას აკეთებს? შოუს უყურებს? არა, რონი უნდა გავაცნოთ. ლუის, რონი ზედმეტად თამაშის მოყვარულია. ნუ თუ, რატომ მომაშდარდი? კარგი. ახლა რა ვქნა? ასე გინდა? მომშორდი. ვინმე დამეხმარეთ. მიშელეთ. მიშელეთ. ეს შარლოტა. გავიქცეთ. შარლოტა. შეწყვიტე. რას აკეთებდი? რას ვაკეთებდი? შენს შეშლილ თევზს გითხე. ის შეშინებულია. რატომ ღელავ მასზე? ეს მან შემაშინა. რონის უბრალოდ თამაში უყვარს. მან წყლიდან ამოყვინთა და უნდა და კუდი დაერტყა, იმიტომ რომ მოეწონა. არა, ის ვერ მიტანს. მაპატიეთ, ეს ჩემი ბრალია. წარუმატებელი იდეა იყო. ხო, ამაში გეთანხმები. შარლოტა. წყალთან ფრთხილად უნდა იყო. ვინმეს შეიძლებოდა დაინახე. ახლა დაიმახსოვრე რამოდენიმე წესი. გემუდარები, შეწყვიტე კარნახი რა უნდა გავაკეთო. აი იდიოტო. ეს შენ. ეს $750 ანგარიშია სკუტერის შეკეთებისათვის. კითხვა ვიცი. გადაიხადე თორემ სასამართლოში გეჩივლებ. მე კი შენ გეჩივლებ. უსიამოვნებას ეძებ. მე მშვიდობის მოყვარული ადამიანი ვარ. საღამოს 5 საათამდე გადაიხდი. ანინანებ. შარლოტა, უნდა ვისაუბროთ.
ვიფიქრეთ, რომ შენთვის აუცილებელია შენი ძალის კონტროლირება. ოღონდ შემიძლია. ეს არც ისე რთულია. ასე გგონია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ და მარტო ყოფნისას. რა თქმა უნდა, ეს ხომ ნათელია ემა. შარლოტა, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ მე ამისათვის რამოდენიმე კვირა დამჭირდა. მე ამდენი არ დამჭირდება. მოდი სწრაფად მითხარი, ლუის უნდა შევხვდე. გახსოვდეს მინიმალური ჟესტები. სადე? აჩახ შარლოტა. ყველაფერი გამოგდის, როდესაც ყურადღებას იკრებ. მალე აითვისებ ყველაფერს. აჰა. სამაგიეროდ ახლა მათი მაცივარში ჩადება აღარ არის საჭირო. ემა არ გინახავს? საწყობშია სტრესი ხსნის. ყურადღება უნდა მიმაქციოთ. ჩემი მორიგეობა 10 წუთში დამთავრდება. არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ პირადი ცხოვრებაც მაქვს. კარგი. რატომ დამყვები? იგივე მიმართულებით მივდივარ უბრალოდ. აბა, ხომ არ გითვალ თვალებ? დამჯერე კონტროლი არ მჭირდება, ასე რომ კმარა ჩემი უკანდევნა. შევწყვეტ უკანდევნას, როდესაც სისულელების კეთებას შეეშვები, კარგი? ნახომდის რიგი. ეს უბრალო გაუგებრებაა. უნდათ რომ ყველაფერი სწორად მოხდეს. ლუის, კმარა მათი დაცვა. ისინი არ მენდობიან. მისმინე, შარლოტა. მათ ზედმეტად ბევრი დრო გაატარეს ერთად. მეოთხე ქალთევზას უნდა მიაჩვიონ. გესმის? ისინი ისე იქცევიან, თითქოს ჩემთან მეგობრობა უნდათ. მაგრამ ეს ასე არაა. შეწყვიტე. არ გესმის შენ, ლუის. ისინი თვლიან, რომ არ ვიცი როგორ მოვიქცე. ისინი ცდებიან. მე მათზე უკეთესი ვარ და ეშინიათ. რისი ეშინიათ? ისინი ქალთევზების შემთხვევით გახდნენ. მე კინებით. მე ერთადერთი ნამდვილი ქალთევზა ვარ. ისევ თევზაობდი, ლუის. სწორად შეამჩნიე ნეით. მისმინე, დაკავებული ვარ. ზედმეტად მშვიდი ხარ იმის კვალობაზე, ვინც მალე თევზების სატყუარა გახდება. შავი კამარი მაქვს და გავიწყდა? ხო. მაგრამ ჩემი აზრით საბრძოლო ხელოვნებაში პირველ ადგილზე თვითკონტროლია. შევწდი. გადაიხადე, თორემ იგივე დაგემართება. რა ხდება? არაფერი. ყველაფერი რიგზეა. 5 საათი. არ დაგავიწყდეს. რა მოხდა? ის თulis რომ მე მისი სკუტერი გავაფუჭე და უნდა რომ 5 საათზე ფული მივცე. თუ არა და მომკლავს. რა სისულელია. უნდა შეწინააღმდეგებოდი. მე პაციფისტი ვარ. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ნეანდერტალელებს ეხებათ. მაშინ პოლიციაში უნდა დაგერეკა. საათ? არა, კიდევ რა გინდა? ნეითი მომაბეზრებელი ბუზივითაა. დამშვიდება და შეწყდეს ჩემს გარშემოტრიალს. გონი სერიოზულად ამბობდა. ნუ დარდობ. ყველაფერი კარგადაა. წამოდი. ეშ, გამარჯობა. 2 მანგოს კოქტეილი თუ შეიძლება. კარგი. მადლობა. დრო მოვიდა, ლუის.
მაძლევ ფულს, რომელიც გმართებს თუ არა? ამ ცხოვრებაში არა. ლუის. ადექი. თუ არა და გაიძულებ. ნეით, იქნებ შეწყვიტო. ზედმეტად მარტივია. ახლა გასაგებია? მაშარდი მას. არა, სანამ ფულს არ მივიღებ. კმარა ნეით, გადი, სწრაფად. ლუის, გადახდას არაპირებ, მაშინ შესნავს წავიყვან. ბედნიერად. ლოის, კარგად ხარ? კარგად ვარ. დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? კარგად ვარ. იქნებ ექიმთან წახვიდე. გოგონება, ყველაფერი კარგად არის. არასოდეს მინახავს ნეიდი ასეთი. რა მოხდა? პატარა ინციდენტი თევზაობისას. სისულელეა. არაფერიც. მან დაგარტყა. ჭკუა უნდა ვასწავლოთ. შარლოტა დამშვიდდი. შენ ხომ დაინახე შარლოტა დამშვიდდი, კარგი? თავს რის უფლებას აძლევს ხომ ლუისის ნავია? ახლა ეს ჩემი ნავია. ვალის სანაცვლოდ მიმყავს. ამას ინანებ. როგორ მეშენია, სულ წახცახებ. ნეით, ამოდი ნავიდან. სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. წეული რკინის ნაგლეჯი. მიშველეთ, ვინმე დამეხმარეთ. დამეხმარეთ, გთხოვთ. დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი გჭირდება? არა, გმადლობ, კარგად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ კისერი მეტკინა. იცოცხლებს. შარლოტა სად არის? ვინმე დამეხმარეთ. მიშველეთ. ვინმე დამეხმარეთ, გთხოვთ. შარლოტა. სწრაფად წავიდეთ. ვინმე დამეხმარეთ. დამეხმარეთ. ვინმე დამეხმარეთ. დამეხმარეთ. გთხოვთ. აბა, უკეთ ხარ ნეით? არა. რა მოხდა?
ვარაუდობ, რომ ეს ბუნებრივი აირის მოულოდნელი ამოხეთქვა იყო. აირის ამოხეთქვა? ხო. ზოგი წყალმცენარე გაზებს გამოყოფს. ის შეიძლება მიწის ქვეშ დაგროვდეს და შემდეგ გამოიდევნოს. ასეთი შემთხვევები დაფიქსირებულა. ანუ აირი არა. რა შემიძლია ვთქვა, ოკეანე გამოცანებითაა სავსე. და შენ რა გგონია? არ ვიცი. დაივიწყე. წაიღე შენი წყეული ნავი. მას რაღაც ჭირს. დაუჯერე ამ ახსნას აირის თაობაზე. ალბათ. ეს უცნაურია, ასე არ ფიქრობ? საკუთარი ძალის გამოყენება პირდაპირ იქ ყველას თვალწინ. უბრალოდ კონტროლს აღარ ექვემდებარება. ყველა ამაზე საუბრობს. პირდაპირ არ ვიცი რა ვთქვა. არაფრის თქმა არ არის საჭირო. ხალხმა მარტო ნავი დაინახა, რომელიც ქანაობდა. ეს არის და ეს. სულ ესაა? ლუის, მათ ახსნა სურთ. მაგრამ გოგონებო, აზრად არავის მოუვა, რომ ამაში ქალთევზების გუნდია დამნაშავე, რომელიც მაგიურ ძალებს ფლობენ. ხომ ასეა არა? ლუის ძალიან ღრმად შეტობა. შემდეგ ჯერზე რა იქნება ლუის? იქნებ ვინმესთან გახუმრება გადაწყვეტოს. არ გადაწყვეტს. საიდან იცი? ლუის, ძალიან დაგვეხმარე. შენს გარეშე ვერ შევძლებდით, რომ საიდუმლოდ შეგვენახა ჩვენი ქალთევზობის ამბავი, მაგრამ თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შარლოტა გაგცემს. მართალია ლუის, რაღაც უნდა მოიმოქმედო, გთხოვ. ის შენი შეყარებულია. მოაგვარე. მინდა გითხრა, რომ სხვებზეც უნდა იფიქრა. გოგონები საფრთხეში ჩააგდე. მაგრამ არავის დაუნახავს, რომ ჩვენი ძალა გამოვიყენეთ. არა, მადლობა ღმერთს, მაგრამ ძალიან გარესკე. საკუთარი თავის ჩათვლით. ნეიტ მაინც დაიმსახურა. ხო, მაგრამ ემამ, რიკიმ და კლეომ არა. არა, ემას, რიკის და კლეოს არ ადარდებს შენი ნავი. არც შენ. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ღელავენ. როგორ აისახება ეს მათზე? ეს ყველაფერი შენს გამოა. იმიტომ რომ ვზრუნავ შენზე. არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე. არ მჭირდებიან. დღეიდან ყველაფერს ჩემებურად გავაკეთებ. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.